სინათლე არ უნდა ჩაქრეს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს 22 ონლაინ მედია საშუალების ვებგვერდი 1 საათის განმავლობაში გაითიშა. მათ სპეციალური ვიდეო რგოლი გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინ მედია გადარჩენისთვის იბრძვის. ჟურნალისტების საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავენ. შეიქმნა სპეციალური საიტი სინათლე.media, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ მედიას ფინანსური დახმარება გაუწიონ. ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრის ვახუშტი მენაბდის ოჯახი ქართულ ოცნებასთან სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებს. წითლიძემ ტენდერების შესახებ დოკუმენტაციაც გაასაჯაროვა. მოგვიანებით ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებებს მენაბდე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მამაჩემის შეპესე ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვების მსურველებს. მათ შორის სახელმწიფოს ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს, წერს ვახუშტი მენაბდე. ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა უღულებელყოფის მაჩვენებელია. ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების წინასაარჩევნო ვიდეო რგოლს, სადაც ოცნებამ ისევ გამოიყენა უკრაინის ომის კადრები და აჩვენა რუსული არმიის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა. ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაშია. უკრაინის პრეზიდენტი ფრიდრიხ მერცს შეხვდება და შემდეგ ონლაინ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას დონალდ ტრამპთან და ჯეი დი ვენსთან ერთად.